გამარჯობათ მოგესალმებით. რელიგიის ისტორიიდან ცნობილია როგორ უყურებდა ადამიანები ღმერთს და თუ კარგად არ მიდის საქმე, შესაწირავები აკლია და აბა შევწიროთ ზოგი შვილს წირავდა ზოგ რაღაცებს, რომ ისევ კარგს ელოდებიან. ქრისტიანობაში ესე არ არის. ქრისტიანობა ეს არ არის სოფხედულობა ესეთი, რომ ღმერთის სულ შენ ნებასურვილს აკმაყოფილებს. ნებასურვილის ღმერთი არ არის ქრისტიანობაში. ადამიანური ნებასურვილის ღმერთი არ არის. ეს არის მოცემულობა ესეთი, რომ შეიძლება შეგემთხვას მთელი რიგი რაღაცები, მაგრამ ქრისტიანი, როგორც აღნიშნეთ, ქრისტიანი გაჭირვებაშიც ვარდება, დევნასაც განიცდის, უპრაკონოდ ცემენ, კლავენ. ისტორია ხო სავსეა, კაცო, ეს სტეფანე კარგი მაგალითი ყავს. პავლე მაგალითი არის, მოციქულები ყველა კარგი მაგალითია. ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველი ძალიან კარგი მაგალითი არის. ესე იგი, ამება არ იციან, პრობლემა ეს არის საქართველოში, რომ ღმერთის წარმოდგენა არ არის სწორი საქართველოში. აი ეს არის, თორე მოსახლეობა არის მორწმუნე. ამიტომ მოსახლეობა რომ მორწმუნე არის, ეს ცრურწმენაა და ცრურწმენა აუცილებლად გამტყუნდება და ცრურწმენას ათეიზმამდე მივყევართ. ცნობილი ამბავია, მთელი საქართველოს ისტორია ეს არის ცრურწმენის თაყვანისცემა და ამან მიგვიყვანა საბჭოთა ცხოვრებაში და ბედნიერად ხალხი შევიდა ამ ათეიზმში და ათეიზმის შენება დაიწყო. ეხლა ისე უბრუნდებიან ცრურწმენას და ამ ჯადოსნურ წრეში ვტრიალებთ. ახლა არ არის რა მასიური მუშაობა ღმერთზე სწორი წარმოდგენა. რა არის რწმენა? სწორი წარმოდგენა ღმერთზე. ბიბლია რა არის? ბიბლია გვაცნობს ღმერთის თვისებებს, ღმერთის ბუნებას, როგორი ურთიერთობა აქვს ღმერთს ადამიანთან. აი ეს არ მუშაობს, თორე რა თქმა უნდა მორწმუნე არის ყველა ჩვენთან ხო და მორწმუნეა პლანეტა, მაგრამ დააკვირდით რა ის რწმენა აქვს ადამიანებს? არასწორია შეხედულება, იმიტომ რომ ცრურწმენას გამტყუნებული იმედები მოყვება. რომ ამდენი ხანი ამას აკეთებ, დადიხარ და რა არის რა ღმერთო ეს. ესე იგი, არასწორი გაქვს ურთიერთობა ღმერთთან. რატო გონია რომ ღმერთი შენი ნებასურვილებს დააკმაყოფილებს? და რატო გონია რომ რაკიღა მორწმუნე ხარ, ავად არ გახდები? ვინ გითხრათ ხომ? ავადმყოფობა ეს არ არის. ღმერთის თქვათ იმიდან ნაკარნახები ეს ცოდვად დაცემული ბუნებაში რო ვართ ჩვენ, სხეული თავითვე განწირული არის დაშლისკენ და დაავადება შლის ამას. აბა თუ დაავადება არ შემოვიდა ორგანიზმი ხო არ დაიშლება? ენტროპია რა არის? აი დაშლა არის, ეს არის კანონი ისეთი, რომ არაფერი არ არის ხილულ სამყაროში არაბდეული, უნდა დაიშალოს ეს. აი დაშლა არის. ყველაფერს ეხება ეს, სახლი იქნება, მანქანა იქნება და გამონაკლისი სხეული როგორ არის? ამიტომ ეს რაშვაში არის რწმენასთან. ღმერთმა ხო გითხრა რომ ეს დაიშლება, დაავადებებიც იქნება, მაგრამ ამავე დროს ისეც გითხრა რომ ელოდება უკეთესი. ამიტომ ღმერთის რწმენა უნდა გაასწოროს ადამიანმა და სწორი პორტრეტი და სახე უნდა მივაწოდოთ. დანიშნულება მწყემსისა, ხუცესისა, თუნდაც აი მღვდელი სიტყვა, ჩემთვის ცოტა რაღაც ესეთი გაუგებარი ის არის ტერმინი, ეგა არის, მოდი შევცვალოთ ღვთისკაცი. ღვთისკაცის დანიშნულება არის, მღვდელი შევცვალოთ ღვთისკაცი, მანდ ახლა მღვდლები ცრურწმენის ხალხია. ღვთისკაცის დანიშნულება არის ღმერთის სახის თვისებების გაცნობა მორწმუნესთვის, რათა ეს იწამოს. მეტი დანიშნულება კი არა აქვს ამას. ღვთისკაცის დანიშნულება არ არის სასწაულები მომიხდინო აქა, რაღაცა ზღაპრებით მკვებო. აი ეს საქართველოში რა თქმა უნდა ეს არასწორი პოზიცია არის ქრისტიანობასთან მიმართებაში და მთელი ტრაგედია ჩვენი ისტორიისა სწორედ ეგ არის. ევროპამ ასე თუ ისე ისიც არის, ესეც არის, კარგიც არის, ეს თვისებები არიან ადამიანები, რომ სწორად წარმოადგენენ ამას, არჩევანი არის აქ, ჩვენთან არჩევანი არ არის. ჩვენთან არის ერთი მართლმადიდებულობა რა, ეს არის ერთპარტიული რელიგია გვაქვს ჩვენ. ალტერნატივა არ არის. ალტერნატივა როცა არ არის, გამოდის რომ ეს არის ჭეშმარიტი. აი კომუნისტებს ალტერნატივა იმიტომ არ გააჩნდათ საბჭოურ სივრცეში, რომ რაღა უნდა იყოს ალტერნატივა ამისი. ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება რა, ეს კომუნისტური იდეოლოგია, ეს არის სამოთხის შენება. და აქ ახლა ოპოზიცია ეს ნიშნავს იმას, რომ ეს გამოდის რომ შენ ჭეშმარიტი არა ხარ. ოპოზიციის დანიშნულება პარლამენტში რა არის, რომ ის ვინც დიდი უმრავლესობით არის ის ჭეშმარიტი არ არის და უყურებთ რაც შეცდომას დაუშვებს გამოასწოროს. ნაურია ხო? ამიტომ ბიბლიაში ღმერთს არ ყავს ალტერნატივა. ერთი ღმერთი არის. მრავალღმერთიანობა არ არსებობს, როგორც მრავალპარტიულობა. ფაქტურად, როცა საბჭოთა სეკულარულ სივრცეში ჩვენ მრავალპარტიულობას ვსახავთ, როგორც სწორი რაღაცა პოლიტიკური სისტემა, ეს მცდარია, არაბიბლიურია. გადავიტანოთ რელიგიურ ენაზე მონოთეიზმი და პოლითეიზმი. პოლითეიზმი, ესე იგი დასაშვებია, ხო? პოლითეიზმი, იმიტომ რა არის მონოთეიზმი, ერთი ღმერთი როგორ შეიძლება ერთი აზრისე. ამიტომ აი ესეთ შედარებებს რო ვახდენთ, ჩვენ ვიზრდებით რწმენაში. ღმერთი არის სრულიად ავტორიტეტი ამ საკითხში და სწორი წარმოდგენა ამაზე აუცილებელია და ამას იძლევა სწორედ ღვთისკაცი.
ბიბლიაში ის ღვთისკაცები არიან აბელიდან მოყოლებული. სწორი დამოკიდებულება მაშინ გექნება, როცა სწორად იცნობს. სწორი გაცნობა მაშინ ხდება, როცა ღმერთი გვეცნობა და ბიბლიაში ხო ღმერთმა გაგვაცნო თავისი თვისებები, აი რა დანიშნულება, რატო ვართ ამ დღეში, საიდან არის დაავადებები, რატო ვართ ავანტყოფები, რატო დავშევდით ღმერთს, მე რა გვეშველება მომავალში. ეს ყველაფერი ყველა ამ კითხვაზე მხოლოდ ბიბლიაშია პასუხი გაცემული. საიდან მოვდივართ, როგორი ვიყავით, რანი ვართ, რა ვიქნებით. და შესაბამისად ეს წმენა ხარ რაშვაში არის ბერდები და ღმერთი არ ყოფილა. კი, მაგრამ მითხო ხო მითხე რატო ბერდები? პირიქით უნაგე მე ხო გითხრა რომ დღითი დღე შენი გარეგანი ადამიანი თუ ასე იხრწნება და ბერდება, შინაგანი ახლდება. ეს ღმერთი იძახის ამას. ამიტომ ჩვენთან არიან უცოდინარები. ქრისტიანული რწმენის უცოდინარები. ისე არიან მორწმუნეები და ეს რწმენა არის ცრუ რწმენა და ცრუ რწმენის სათავეში ვიცით ვინ დგას? მართალი ღმერთის მოწინააღმდეგე სატანა. მოწინააღმდეგე. და ამას შეგიცვლის ამ სუდად დაგანახებს ღმერთს, არასწორად დაგანახებს და დაგაჯერებს, რომ აი ეს რწმენა არის და გამყოფებს ხიბლში და კარხანს ხო იყო ხიბლში ადამიანები. ეს აუცილებლად მივა აჯანყებამდე. ყოველთვის ცრუ რწმენა თავდება აჯანყებით. და დაჟჯით, ცრუ რწმენის დაჟჯის მოსახლეობას, რომ შენ ცრუ მორწმუნე იყავი, ვითარცა მეცრუ, ის კიდე განწერულია, სატანა ხო განწერულია. შესაბამისად ეს შეცდომაში შეყავს ადამიანები და აჯერებს ვითომ ნამდვილი რწმენი და მე ეს იძიებს შორს. რატო? იმიტომ რომ შენ ჩემთან რო იყავი, შენ ჩემთან კი არ იყავი, შენ ღმერთთან გინდოდა ყოფნა, მაგრამ მოგატყუე მე და ჩემთან გაყოფ. ამიტომ ის შურს იძიებს მაგაზე. აბა რატო ხდება? რატო არის რომ ანტიქრისტე ესე ტანჯავს ხალხს? ღმერთი ხო არ ტანჯავს. ტანჯვის მიზეზი არის ანტიქრისტე. ტანჯვის მიზეზი არის სატანა. ღმერთს არ გაუჩენია ადამიანები სატანჯველად ხალხო. რაღა გამოდის ესეთ ღმერთის პატივისცემა და თაყვანისცემა რაღა საჭირო, რომელიც მე გამაჩინა ტანჯვისთვის. ჩვენ ტანჯვაში ჩავიგდეთ ჩვენი თავი იმის გამო, რომ ღმერთს არ დაუჯერეთ ადამიანის მოდგმამ და ადამიანში დაბადებულებამ. იმიტომ რომ ადამიანს ცოდვა, ესე იგი ჩვენ ვცოდეთ. მასში ყველა დაბადებული ცოდავს. და გამოსყიდვის გეგმას, იმიტომ მე ნიჭება ამ ხელა მნიშვნელობა, რომ იესო ქრისტემ ეს გამოისყიდა. აი ეს არის ფუნდამენტური ცნება ქრისტიანობაში, დაიჯერო, რომ ცოდვილი ბუნება ქრისტეს გაატანე. ამას არავინ არ იძახის და მასიურად ამას არავინ არ და თუნდაც ისეთი პატარ-პატარა პროტესტანტული კერები საქართველოში. ამასაც არ იძახის, იმიტომ რომ პროტესტანტული კერების მთელი ეს გაერთიანების ლიდერი მანდ არის მალხაზ სონხულაშვილი და რუსუდან გოცურძე, რომელსაც არ წამთ, რომ იესო ქრისტე გამომსყიდველია და ღმერთია. თვითონაც თქვენ ეგა კაცო, მე ხო არ ტენი მაგას. არ ჯერათ ახლა კაცია და გუნება რა. ის არის უბრალოდ კარგი ადამიანი, რეფორმატორი, ღმერთი კი არა ეს ადამიანი, რომელმაც რაღაცა ახალი მორალის ის არის და ამებმა კიდე ეს მორალიც კი დაუმახინჯეს. და შემწყნარია ყველაფრის მიმართ და ცოდვა როგორც ასეთი ფუნდამენტალური ცნება ამოღებულია, არავინ არ არის ცოდვილი დაბადებული ადამიანი და წესებში ზიან. ამას სატანა აკეთებს და ეს როგორ დასრულდება ბიბლიაში ჩაწერილი არის ხო. აბა ახლა დიადიურიის ხანა თუ ქრისტიანები გავისო ქვეყანა დიადიურიის ხანა ტყუილ ყოფილა. ამიტომ საქართველოს ცოტა უმძიმეს ვითარებაში არის ჩვენ არასოდეს ქვეყანას სახელმწიფო დონეზე რეფორმაცია არასოდეს არ განუცდია. ეს არის ერთპარტიული შეხედულება, ესე იგი ერთი სრულწმენა არის გაბატონებული საქართველოში და ეს არის ჭეშმარიტად გამოცხადებული და მას არ აყავს ალტერნატივა რომ გააკრიტიკოს რეფორმაცია. ევროპამ გააკრიტიკა ოფიციალური კათოლიციზმი ამხილა სრულწმენაში და მოსახლეობას ბიბლია დაუბრუნა თავიანთ ენებზე და თვითონ ადამიანი დაადგა უკვე ქრისტეს გზას. ჩვენ არ გვჭირდება სხვა, ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ღმერთის გზას ვადგებით ღმერთის მითითებით. ამიტომ არის განუზომელი საღვთო წერილის მნიშვნელობა. საღვთო წერილი კიდე მანდ არ არის ასეთი მნიშვნელოვანი არც საქართველოში, არც კათოლიკურ სივრცეში. ეს რაღაცა ოფიციალური საეკლესიო მოღვაწე ეკლესიის იდეოლოგიის შესატყვის ციტატებს ეძებს ბიბლიიდან და ამას დაარქმევს ქადაგებას. ეს არ არის ქადაგება, რომ ამაგრებს შენს სისტემას. საქართველოში ბიბლიას თუ გამოიყენებს ვინმე, გაამართლებს საქართველოში მართლმადიდებლურ რაღაც ინსტიტუტს. აი ეს რა თქმა უნდა ჩვენ ეს გამართლება. ამას ხო კომუნისტებიც აკეთებდნენ, ისეთ ციტატებს ეძებდნენ დასავლეთიდანაც, თავიანთი იმიდან ლენინიდან, რომ გაემართლებინათ როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელი მარქსისტული ლენური ფილოსოფია. სამყაროზე მარქსისტული გაგება, რომ სამყარო მატერიალური არის, მარადიულია, ადამიანი არის მატერიის განვითარების შედეგი, ევოლუციის გზით. მარტივიდან რთულისკენ ბაღლინჯოდან მოვიდით ადამიანად. ბოლო ჩვენი წინაპარი არის მაიმუნი. აი ეს არის მოკლედ და არის ბრძოლა გადარჩენისათვის და გადახარისხება. სუსტი კვდება, ძლიერი იმარჯვებს. საშინელება არის რა და ეს შევიდა ყველა სფეროში.
ეკონომიკაშიც ყველგან შევიდა ეს შეხედულება. ქრისტიანული მსოფლმხედველობა აღარ არის მსოფლიოში წამყვანი. არის სატანური მსოფლმხედველობა მისი მატერიალური გამოვლენებებით. კრიზისში შევიდა მსოფლიო. და კერები ნელ-ნელა ქრება. და ესეც აახლოებს მოსვლას აი ანტიქრისტესი და რაც დარჩება კიდე დედამიწაზე ის ატაცებული უნდა იყოს. შორს არ არის ეს დღე, როცა პლანეტის ეკლესია ატაცებული იქნება. ჩვენ არ ვიცით რამდენი. იმიტომ რომ ძალიან მაგრა გამრავლდა ანტიქრისტიანები. თვით ლიბერალური ქრისტიანობა თითქმის ყველგან ოფიციალურ დონეზე. აი რომ შეხვიდეთ, შემოიაროთ, მიხვდებით რა. ვინც ბიბლია იცის, ყველა მიხვდება მაგას. აი საგამარისია ბიბლია კარგად იცოდა ნებისმიერ ეკლესიაში თქვენ შეგეძლებათ ამხილოთ მოდელი იქნება ეს თუ მთელი რიგი რაღაცა დამახინჯებაში იმ ჭეშმარიტებაში რომელიც ბიბლია არის. და ახლა მისი კაი კაცობა მე ახლა იმისთვის კი არ მოდივარ რომ კაი მღვდელი. კაი ადამიანი და კაი კაცის პირობითი ცნება არის. მე ამიტომ არ მოვედი რომ აი თქვა კარგი მღვდელი არის. აი შენ ქრისტეს ზუსტად გადმოცემ რომ ეს მე მოვედი არა შენი კაი კაცობის სასიყვარულო იმით. მე მოვედი საფრთხო წელის თუ კარგად გადმოსცემ რომ გამაგებინო თუ რაღაცა მე ესეთ დაბალ დონეზე ვარ ინტელექტუალურად. ჩვენ კიდე იცი რა შეკაიფებული ვართ კარგ მღვდლებზე, კაი ადამიანებზე. ახლა საქართველოა მანდა და ყველა ძმაკაცები არის და მღვდლებიც ძმაკაცები ყავს ბევრს და რა ახლა ძმაკაცი მღვდელი რატო გაგიხურებს? ან მე ან შენ როცა ვიცნობთ და რა არ ჩვენ გავუხურებთ ახლა ხო არ დავუწყებთ გინებას არა? მე ის კი არ მინდა შენ რამდენად კაი ტიპი ხარ და ტიკჭორას ერთად კარგად ვსვამთ და აი პურის მჭამელი ხარ, აი ოჯახის შვილი ხარ. ღმერთს იცნობ ისე რომ არ მოვიტყუოთ თავი კაცო. მართლმადიდებლობაც ეს ჰუმანიტარული რელიგია, რომელსაც კავშირები ცურწმენასთან აქვს. ძირითადად მან ცენტრში ადამიანია და ამიტომ არის ტერმინი კაი მღვდელი, იცით რა კარგი მამაო არის, იცით რა კაი ტიპი არის, თქვა არის პარავს, არც ეს მაწუხებს, რატომ ვაც ახლა ეს იყოს ისა. მოიპარავ, არ მოიპარავ, პასუხ შენაგებ ღმერთთან. მე რაში მაინტერესებს ეგა. სახლი გაქვს, მანქანა გაქვს, არც ეს მაინტერესებს. შენ ქრისტიანობას სწორად გადმოცემ. აი რაც დაწერილი, იცნობ, მოკლედ ღვთისკაცი ხარ. თუ ღვთისკაცი ხარ, შეგერგოს ყველაფერი რასაც აკეთებ რა. რა პრობლემაა ეგა? გინა სახლი ქონდეს, გინა სასახლე დაიდგე. პირადად მე აქცენტს იმაზე კი არ ვაკეთებ, რომ საღდელი არის ჯიპზე რატო დადის ჯიპით. რა ეგ არ არის, ეგ დაბალი დონეა. მე ვიძახი რომ დოქტრინა მართლმადიდებლობა ანტიქრისტიანულია. ეს ამზადებს მოსახლეობას, ამზადებს ანტიქრისტეს შესახვედრად. თუ ესე გაგრძელდა მართლმადიდებლობა, დარჩენილი ყველა ფაქტურად ეს ათეისტებს ამზადებს, ათეიზმი იგივე ანტიქრისტეს მოსulis ის არის, გამიგეთ ესე მრევლი, ხო? ამას ემსახურება. და ასევე ცრურწმენას, მეტაფიზიკური გაგებით და ეს არ არის სწორი, თორე ხა კაი მღვდელი ხარ და აი პური ჭამელი ხარ და კარგი ადამიანი ხარ, ეგ მეც კარგი ვარ შენთან ერთად რო დავჯდებით. ჩვენ ეს გვაინტერესებს. საბჭოთა კავშირში ძალიან კარგი ბევრი ადამიანები იყვნენ მან და მაგრამ არავის წარმოდგენა ღმერთზე არ ქონდა. ხო, რა ვიცი, ყავდათ მეგობრები, რაღაცა გადასაყრელები, ხო, ჩვენ კლასელები ისინი რა, ცუდი ადამიანები იყვნენ, სიკეთეს არ აკეთებდნენ, რამე გითხოვიათ არ გაძლევდნენ, ეგეთ რამე არ არსებობს, ხო? მაგრამ არავის არ ქონდა წარმოდგენა ღმერთზე, აი აბსოლუტურად. იგივე მდგომარეობა საქართველოში. ამიტომ ვისაც ღმერთზე აქვს წარმოდგენა, ის ჩრდილში არის, ის არაჩანს არც ტელევიზიიდან არაფერს არ იძახის, არც მაგარი ტრიბუნიდან, რატომღაც ზღუდავენ, რატომღაც დაზევენ და უმცირესობაშია. საქართველოში მოქმედი ქრისტიანული კერები არის შეზღუდული. თორე იქნება რო არ იყოს დაიქცეოდა ქვეყანა. ესე იგი ქრისტეს საქართველოში წაყავს თავისი შვილები. ოფიციალურ დონეზე არ არის, სახელმწიფო დონეზე არ ჩანს, ტელერადიოებიდან ამ ხალხის არაფერი არ ჩანს, არაფერს არ ვრცელებენ და არ არის ერთი არხი ამხელა ტელევიზიის ერთი არხი, რომ 24 საათი მაუწყებლობდეს საფრთხო წელს ატიდო ისეთ დონეზე, რომ აი დაბადებაზე ინფორმაცია რა, რომ ეს წმენა შექონდეს. ასეთი რამე არის, გამომიზანეთ თუ არის. არის შერეული იქ რაღაცა ეკლექტიკური მიდგომა არის პროტესტანტულ მართლმადიდებლური. აი პროტესტანტული ელემენტები შევიდა მართლმადიდებლობაში, გარეგნობაში. იქ ბიბლია დაიჭირეს ხელში. მაგრამ ინტერპრეტაციები არის მართლმადიდებლების გასამაგრებლად. ხო, ისეთი ახსნა განმარტებები არის, ამართლებენ ხატობანას, ამართლებენ მღვდლობას, ამართლებენ ქართულ რაღაც ნაციონალურ კულტურას და თელიმებს. ეს ახლა კარგი ღმერთი ჩაიყენეს სამსახურში და ასე ახლა ისრაელის ერიც რო ამ გზას დაადგა, იცით როგორ დამთავრდა მაგის ისა, ვასწავლის საფრთხო წელში ისრაელი როგორც სახელმწიფო დღეში ჩაიგდო თავი, ხელიდან ხელში რო გადადის. ამიტომ მათ არ იციან ეგ, არ სწავლობენ, არ უნდათ ეზარებათ, გაზარმაცებული არის მოსახლეობა და უფრო გადააბარეს სამღვდელოებას რაღაცა რიტუალებში, წესები, ხატებთან დგომა და ეს უკვე ეს პირდაპირ დარღვევა არის ღმერთის მითითებისა, რომ
ქმნი ხატს და გითხრა რომ არ შექმნა რა ხატი რა, არც ადამიანის, არც ფრინველის, არც თევზის, არც დაღოღავს და არც პეტრესი, არც პავლესი და არც ისაიასი არავის ხატი არ უნდა შექმნა. ესე წერია და ახლა არ დაუჯეროთ იმას. არ არის საჭირო ხატის შექმნა და ხატთან ჩემი ლოცვა. ამას ვარღვევ, ესე იგი, თუ ამას მე მაინც გავჯიუტდები და კაცო, იესოს ხატის შექმნი რა პრობლემაა ღმერთო? არ უნდა გააკეთო ეგა. რომ ეს არის ხატვის ფანტაზიით შექმნილი პორტრეტი. არაფერი კავშირი არ აქვს ამას რეალურ იესოსთან. არავინ არ იცის რეალური იესოს ფიზიკური პორტრეტი. არ არის ჩვენამდე მოღწეული და არც მოიღწეოდა ღმერთმა ეგ, როგორ მხატვრები არ იყვნენ მაშინ? მოქანდაკეები არ იყვნენ პირველ საუკუნეში? ყველა იმპერატორის ქანდაკებაა მოღწეული თითქმის. მაგრამ არ არის იესო ქრისტეს, არც პავლესი, არ ეს ყველაფერი არის შემდგომ, აი ეკლესიის ოფიციალური ეკლესიის მიერ დადგენილი ნორმები თვალსაჩინოება კათოლიკებმა ქანდაკების სახით, მართლმადიდებლებმა ხატების სახით და აი ამას ავრცელებენ და არღვევენ მეორე მცნებას. დარღვეულია პირველი მცნება, დარღვეულია მეორე მცნება. საერთოდ რომელი მცნებაა დაცული მანდ. შესაბამისად შედეგები როგორია? და თუ ეს ღმერთს არ ემსახურება, მაშინ რა გვჩება, ვის ემსახურება? ანტიქრისტეს, სატანას. და შესაბამისად წუთისოფელი ჩაბარებული სატანას და სახელმწიფო როგორც კეისრის სამეფო, რა თქმა უნდა, ამას ამაგრებს და ამას ემსახურება ყველა რელიგია, კათოლიციზმიც და მართლმადიდებლობაც. რა, მართლმადიდებლობის ისტორია არ ვიცით, ახლა რომანოვების დროს, ბაგრატიონების დროს და კომუნისტების დროს რასაკეთებდა? სულ იყო სამეფო დინასტიის სამსახურში. ეხლაც ჩვენი მართლმადიდებლური ორგანიზაცია არის ოლიგარქებისა და ამ დემოკრატიის სამსახურში. სულ ფეხებზე კიდეა მაგას მთელი რიგი ჭეშმარიტებები არის თუ არა ბიბლიაში და ვინც ამაზე რაღაცა ხმას ამოიღებს, იმავე წუთში ეგრევე არის სტიგმატირებული ის მოდის რა, აი დაშანთული არის სექტა. თან ცუდი გაგება აქვს ამას ხო? კონოტაცია ამ დროს სიტყვა სექტას არ აქვს ცუდი მნიშვნელობა, გამოყოფილის ნიშნავს სიტყვა სიტყვით. აი სიტყვა სიტყვით არის სექტა არის გამოყოფა. და ახლა ეს უნდა განიმარტოს რისგან არის გამოყოფილი. ბევრჯერ თქვი ეს და აქ როგორ არის ერთი მნიშვნელობა აქვს სექტა, ესე იგი მართლმადიდებელი არ ხარ, გამოყოფილი ხარ. და მე რა რომ გამოყოფილი ვარ, ცუდი რითია. სექტა ვარ ესე იგი, მართლმადიდებლობას არ ვეკუთვნი. და ეს ტერმინი, რა თქმა უნდა, რელიგიური ტერმინი არის, იმიტომ რომ ერთი სფეროს ფუნდამენტური ტერმინია, მაგრამ ეს ტერმინი ისესხა პოლიტიკურმა სივრცემაც და თქვათ რომელიც არ მოგწონს რომელიმე პარტია დაარქვა სექტა. მაგალითად, სააკაშვილის ნაცმოძრაობს სექტა დაარქვეს. გამოყოფილი სახელმწიფო რაღაცა წამყვანი პარტიისგან, როგორც არის ოცნება. ამიტომ მოინათლეს სექტად. ამ დროს ეს ხო სწორი არ არის. ჯერ ერთი არ არის ხმარება სექტის როგორც ნეგატიური კონოტაციის შემცვლელი. რატო დაამახინჯეს ესენი? სატან აკეთებს ამას. გამოყოფა არ შეიძლება, მაგალითად, აი არ ვიზიარებ შენ აზრებს, რომელიც არის ძალიან ცუდი და დამოუკებელი. რომ გამოგეყავი შენ. აი ამას ქვია ბერძნულად სექტა. ვაბა შენთან ვიყო? ხლა მართლმადიდებლობას გამოვეყავი, იმიტომ რომ არის ჯოჯოხეთისკენ გზა და ვარ გამოყოფილი ქართულად. ბერძნულად სექტა. მე არ ვიყო გამოყოფილი. შენ დარჩი იქა. შენ იყავი მაგასთან. ასევე შემიძლია მე ეს დიდი უმრავლესობა ვინც არის მართლმადიდებლობა უწოდოს სექტა. ესეც გამოყოფილი არის ცოცხალი ღმერთისგან, ბიბლიისგან. გამოეყოფი ღმერთს ხარ სატანასთან. ჩვენ კიდე გამოვეყავით იმას, ვინც სატანასთან არის, მართლმადიდებლობა და სატანასგან გამოყოფილი. ეს პირველი გააკეთა ეს იესო ქრისტემ. იგი იყო პირველი გამომყოფელი, სექტანტი. გამომყო მე ცოდვისაგან. აიღო ცოდვა, დააშორა, ჩემი ცოდვილი ბუნება თვითონ აიღო და სატანისგან გამომყო მე მან. ნახეთ, გამოყოფილი ვარ მე სატანის მისწრაფებებისგან. ეს გამიკეთა იესო ქრისტემ. ხედავ სექტას დამაარსებელი ვინ არის? კარგი გაგებით. რატო სატანა ამ ტერმინებით თვითონ ტერმინებს ვერ იგონებს, ქრისტიანული ტერმინები წაიღო და დაამახინჯა, გააუყურმართა. მარქსისტული ფილოსოფიაც ეგ არის, ლექსიკონების დამახინჯებელი იყო და გამაუპატირებელი იყო. გავასწოროთ ეს სიტყვები ერთია და ერთი მნიშვნელობა შევიტანოთ და აღარ ექნება ამას ნეგატიური კონოტაციის შინაარსის შემცველი, აღარ ექნება არც ერთი ეს სიტყვა. ასე რომ ჩემს ლექსიკონში სექტა არის დადებითი მნიშვნელობის კონოტა. გამოყოფილი ვართ წუთისოფლისგან, გამოყოფილი ვართ ცოდვისგან, გამოყოფილი ვართ ყველაფერი იმისკენ, რაც ჯოჯოხეთში და სატანისგან. აქედან ბერძნულად სექტანტები ვართ. რა არის ცუდი? აბა განმარტე. შემეკამათო შენ, რატო არის ცუდი ესა? ხო და როცა იძახი, მე სექტანტი ვარ, დიახაც დავადასტურებ. ხო, სექტანტი ვარ. და თუ ამას იმ გაგებაში ზიან, რომ სექტა არის აი ეს რომელიღაცა ვიწრო ჯგუფი და ლიდერი, რომელიც თავის რაღაცეებს ადგენს, მოფშტენილი,
ისინი არიან ღმერთისგან გამოყოფილები, ხო? ნებისმიერი ქარიზმატები იქნებათ ის იაპონიაში რო იყო ის სექტა, მე აქეთ ამერიკაში ვიღაცა დევიდი რო იყო. რა თქმა უნდა, გამოყოფილები არიან, სექტანტები არიან. მე ყველა ესეთი ხომ არ არის. ხო და ძალიან შინაარსით წავიღეთ, რომ ის არაფერი ქრისტესთან იმას საქმე არ აქვს. და ეს რატომ მომაწეპებ, ჩვენ რატო გვაწეპებენ, რომლებიც ბიბლიას ვაღიარებთ და ღმერთის იმას მივიღებთ იმ მითითებით, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი. შენ რატომ თვლი სექტანტად? იმიტომ რომ მე ვისგან ვარ გამოყოფილი? მართლმადიდებლობისგან. ასე რომ საქართველოში სექტანტ თუ მოინათლება ვინმე, მე მგონი ეს არ არის სალანძღავი სიტყვა. თუ ამაში დებენ ამ სიტყვაში ფანატიზმს, მოფშტენილი რო ხარ რაღაც აფრენ, რა თქმა უნდა ეს უკვე სატანური სექტა არის. ამიტომ არსებობს სატანური რაღაცა გაერთიანებაც. მე სიტყვა სექტას გაერთიანების მნიშვნელობაც აქვს. ამიტომ რა მნიშვნელობას დებენ ამაში კი არ იძახიან. სუფთად რელიგიური ტერმინი არის. თეოლოგიური ტერმინია სექტა. ეს არ ეხმარება რა პოლიტიკაში და რატო გადაიტანე ეს იქით? ტერმინების აღრევა ხო მარქსიზმის დამახასიათებელი თვისება არის. ამიტომ არანაირად არ უნდა მოუნათლოთ რომელიღაცა პოლიტიკური სექტად. წყალებში მოვათავსოთ ეს რომ აქედან იქ რო გადაგა განმარტე შინაარსი. და არავინ არ განმარტა ეს. რატომ არის სექტა მაგალითად ნაცმოძრაობა სიტყვაზე ვიძახი. რატომ არის სექტა? განმიმარტე აბა. მე კი გაგიმარტავ ეგარ, არა, ესე იგი არიზიარებს შენსას, არიზიარებს ოცნების აზრს და ამიტომ არის სექტა. ასევე სექტა ხარ შენ, ოცნება. საერთოდ შენ ახლა 100%-ით რა თელი მოსახლეობის იმას ამსახველი ხარ აზრების? შენ სექტანტი ხარ ხო პოლიტიკური გაგებით. იმიტომ რომ შენ გამოყოფილი ხარ ევროპული მისწრაფებებისაგან, ამერიკული ევროპისა და ამერიკის სიბრტყეზე. ესეც სექტანტია. გამოყოფილი არის არც ევროპულია, მანდ არაფერი, არც ამერიკული და არაფერი და რატომ არ არის ოცნება სექტანტი? სექტა და სექტის ლიდერი არის, ვთქვათ, ივანიშვილი. რატომ არ არის ეს სექტა? ახეთ აი სიტყვების თამაში რომ მიდის, მანდა შინაარსები განმარტოთ და მიხვდები და რომ შეგაქ ამ დაპროგრამებ მოსახლეობას საგინებელი იმერთ ესე არ არის. ასე რომ გავაფართოვოთ რა ესა, სადაც გინდა იმას რომ მიაკრავ, შინაარსებიდან გაიგებ. ამიტომ არ ვიხმაროთ ტერმინები თეოლოგიური, სეკულარული იმაში. სეკულარული ცხოვრებას სეკულარული ტერმინები აქვს, თეოლოგიური ტერმინები ღმერთის სიტყვების გამსაზღვრელი და აღნიშნელი არის. რატო გადაგაქ ეგ ისა მე ვერ გავიგე. შემოიტანენ იქა და სექტა და ამას ხმარობს ტიპი. თვითონ აი მაგალითად რამიშვილს უყვარს ბატონი შალვა რამიშვილს და მის ორ პატარა ქოსიკოები ყავს იმათ ერთი ბაჩო და მეორე გური, პირველი ხმა მეორე ხმა. ხო და თვითონ სადღერძელოებს თამადა არის შალვა რამიშვილი და თანამეინახები ალავერდები ერთი და მეორე. ერთიც ალავერდია, მეორეც ალავერდია. აი ესენი იძახიან რომ ნაცმოძრაობა არის სექტა. შენ რატომ არ ხარ სექტა? სამივე არის სექტანტი. ძალიან ვიწრო ჯგუფის სექტაა. სექტის ამ პატარა სამეულის სექტის თავმჯდომარეა შალვა რამიშვილი. მე ამას აზროვნებით ვიძახე, განავაგინებ ახლა მაგათ. ცოტა დავფიქრდეთ რა, ამ ტერმინებს ნუ ვათამაშებთ იქით-აქით. მოვიგონოთ სხვა ახალი რაღაცა. ნუ ამახინჯებ რა თეოლოგიური ტერმინი. სამივე არის ათეისტი. ვინც ამ რელიგიური ტერმინი წაიღო და მიატყეპა სააკაშვილს და სააკაშვილის რელიგიასთან არაფერი არ ესაქმება, არც ერთ მის წევრს. არც ერთ აი ნაცმოძრაობაში რელიგიასთან საქმე არ აქვს. ესენი არიან ათეისტები, ესენი არიან ჰუმანისტები. ესენი არის პოლიტიკური იმით რაღაცა მიმბაძველი ამერიკა და დასავლეთი ვერ გაიგებ, არაფერი არ ესაქმებათ ამათ თეოლოგიასთან და ღმერთთან. არც ერთი არ არის თეოლოგი. და რატომ მიატყეპე ეს სექტა? ამიტომ მე რო უსმენ მსმენელი, დავსვამ ასეთ კიდევ, შენ რატო არ ხარ სექტა? შენ ვისგან ხარ გამოყოფილი? შენ სექტის წევრი ხარ. შენი სექტა არის ოცნება, მთლიანად და სექტის პრეზიდენტი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გაფინანსებს და ასევე მოიაზრები შენ ჩვენი კუთხიდან, აი ვთქვათ, აქეთ-აქ და როგორც სექტანტი. ახლა სექტა სექტას ებრძვის და ორივე რისგან არიან გამოყოფილი. ორივე სექტანტი ითვლება ღმერთთან მიმართებაში. ღმერთს გამოყოფილია ორი და ორივე არის დანაწევრებული სატანური შეხედულებების მქონე, ზოგი დიდი პარტიის წარმომადგენელი, ზოგი ნაკლების. თვითონ პარტიაც ხო ნაწილს ნიშნავს. პარტია არის ნაწილი და ჩვენ მთელი გვაინტერესებს მთელი. ხო, ბევრჯერ ვთქვი, სიტყვით ლათინური ტერმინი პარტია არის ნაწილი. აი ვისი ნაწილი ხარ შენ? ის მთელი რა არის? ნაწილი გასაგები, აი ავიღებთ რაღაცა ნაწილს, მანქანის და ეს ვისი ნაწილი? ქუჩაში ვიპოვე რა? აი ეს რისი ნაწილია? საათის არ არის, იმის მანქანის ნაწილია მეტყვის ტიპი. ეს მანქანის ნაწილია და ის მთელი მანქანა სად არის? და იმას უნდა მოვარგოთ, ხო და როცა ახლა შენ ნაწილებზე მელაპარაკები, რომელ მთელის ნაწილი ხარ? რომ შევაერთოთ ეს ნაწილები და ერთ მთელად იქცეს. თუ გამოყოფილი ხარ იმ სხვა მთელის ნაწილი ხარ, ეგ გასაგებია. ამიტომ რომელი მთელის ნაწილია ნაცმოძრაობა, რომ ამას უწოდოთ სექტა. საიდან არის გამოყოფილი? რომელი პოლიტიკური შეხედულებიდან? აი საიდან არის ეს გამო? ამას კი არ იძახიან. ესეთი დამახინჯება არის და საერთოდ აი საქართველოს სივრცეს რო უყურებ,
ყველა რო ლაპარაკობს, დაზეპირებული ლაპარაკობენ. განმიმარტე რა, აი უფრო კარგია საუბრის პროცესი, თითოეულმა სიტყვა განმარტოს რა. როგორ ხმარობ ამს? 2 წუთი ამას მოანდომე, რომ გავყვე რა ამ აზრებს და კარგად გამაგებინო. ეს უკვე დიდი ინტელექტის მაჩვენებელია, როცა შენ რაღაცას წერ და შენებული ლექსიკონით რო წერ, რასაც აკეთებდა ფრენსის შეფერის შესავალს წიგნს რო კითხულობდი, მან შესავალში დამაყენა გზაზე როგორ უნდა წამეკითხა ეგ წიგნი. ყველა სიტყვებს, რასაც ხმარობდა იქ ბოლოში სკოლი ისეც დაურთო, ოსარია ეს სიტყვების ისა მნიშვნელობა, რასაც ხმარობდა სიტყვას, იმას ბოლოში განმარტავდა თან კიდე წიგნის შესავალში თქვა, როგორ ხმარობს, აი რომ შეგხვდება ეს სიტყვა, მე ამ მნიშვნელობით ხმარობ. კაცი კაცო. იმიტომ რომ სიტყვები ერთი და იგივეა ყველა. ჩვენ ხმარობთ ერთ და იგივე სიტყვას და შენ რა მნიშვნელობას დებ? შინაარსი მაინტერესებს. ინგლისურ ერთ სიტყვას 30 მნიშვნელობა აქვს. ერთ სიტყვას ლექსიკონში. და წარმოიდგენ ახლა რო არიცი ესა. რა ტექსტში ხმარობ ამ სიტყვას. ასევე ქართველებსაც აქვს ესეთი ერთ სიტყვას აქვს, ამდენი არა აქვს, არც ერთი ქართული სიტყვა არ ვიცი, მე 30 მნიშვნელობა ქონდეს, მაგრამ ქართულშიც არის სიტყვები 2, 3, 4, 5 მნიშვნელობა რო აქვს. ამიტომ შედალოცილო რო ხმარობ ამას. შენი მსოფლმხედველობა რო გავიგო, რო ხმარობ ამას, შენი მსოფლმხედველობის გასაგებად არის ის ინსტრუმენტი სიტყვებს რო ხმარობ. გამაგებინე ახლა. შენი მსოფლმხედველობის გამომტანი ეს სექტა. და ამიტომ არის გაუგებრობა. შენ სხვას ეძახი სექტას, მე კიდე გიტყვი რომ შენ სექტანტი ხარ. იმიტომ რომ რომელია შენი მთელი? შენ რომ მატერია შენი მთელი? პოლიტიკურ ასპარეზში გასაგებია რამიშვილის თვის არის ოცნება, თქვათ, მისაღები. ეს არის როგორც რაღაცა მთელი. და იქიდან ესეც სექტის წევრი გამოდის კაცო. პატარა ფილიალი ხარ დიდი სექტისა. რომელიც საქართველოში დიდი სექტა არის, პარტია ოცნება. და რელიგიური გაგებით, ყველაზე დიდი სექტა, ყოვლის მომცველი სექტა, ღმერთიდან გამოყოფილი, საღვთო წელიდან გამოყოფილი, ბიბლიიდან გამოყოფილი, ეს არის მართლმადიდებლობა. სინათლე არის შეტანილი და მსმენელი გაიგებს, როგორ უყურებ, რა არის გაუგებარი. აი ხორხლებიან ამ სიტყვებით, დაიზეპირებენ ბავშვებით, რო იზრდება, გაზდა სწორედ იმის მაუწყებელია, რასაც ვლაპარაკობდი მე, ამის გაცნობიერება ხდება. გრამატიკა ეს არის უკვე, აი მე ბრუნვები, მორფოლოგია, სინტაქსი, სკოლაში რატო ისწავლება ეგ? ლაპარაკს კი არ სწავლობენ სკოლაში. ბავშვები რო შედიან 7-8 წლის. როგორ ლაპარაკობ და რანაირად ამის გაცნობიერება ხდება რაციონალურად. ნახეთ უკვე რასაც იცახი, შენ ამას შეგნებულად იცახი. ჩვენთან ყველა ბავშვის დონეზეა რა. რო ლაპარაკობ ახლა განმიმარტე ეს სექტა რა არის, უცხო სიტყვებით, ყველა რო გოხტაპურწობს ამ უცხო სიტყვებით, დაკვირებული ხართ? პრაკონოდ ხმარობ ამ სიტყვებს. რაღაცა შენი წარმოდგენები გაქვს. ცოტა მოკლე შესავალიც არის საჭირო, რომ გამაგებინო მსმენელისთვის თუ ლაპარაკობ ტელევიზიაში. ცოტა გასაგებ ენაზე იყოს რა ეს აი როგორც ამას რატო გებულობს ჩვეულებრივი ადამიანი და განათლებული ადამიანი წინწკლებში. ჩვენ საუბარს ვერ გებულობს. რა უცნაურია ესეა რა. ჩვენი მსოფლმხედველობის თანამიმდევრული გადმოცემის უნარი უნდა შეგვეძლოს. აი ეს უნარი უნდა გქონდეს. ერთადი მსოფლმხედველობას აყალიბებს ვინ შექმნა ის? მე ვინ შექმნა, მისი მსოფლმხედვა უნდა მქონდეს. მსოფლმხედვა, ვისი? ვინ შექმნა, ვინ არის ღმერთი? ამიტომ ამის ჩამომყალიბებელი და განფორმებელი ღმერთია და ღმერთი თუ არ გავიცანი მე, ჩემი ლექსიკონით აღა ღმერთის წაკითხვა გამორიცხულია. უყვართ ხოლმე რა ესე რატომღაც გაანგაარცე სექტა და თან ამას ლაპარაკობს ეგ ისე რომ თითქოს რაღაცა სალანძღავი სიტყვა იყოს ახლა დიდი სექტანტი იყოს ან ერთი ან მეორე რელიგიური რომელი არის რატო იძახიან ამას რა უცნაური არის ქართულს მაგრა უყვარს აი სიტყვებით ოპერირება უცხო ლექსიკონით აქვს თავი გამოტენილი და უადგილო ადგილზე ხმარობენ ამ სიტყვებს და ნებისმიერ იმის ისეთივე წარმოჩენა შემიძლია როგორც ეგენი დაძდებენ ყველა სიტყვაში თქვათ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს კი მაგრამ შენ რა ყველაფერს სწორად ლაპარაკობ შეფარდებითია ყველაფერი შენთან მიმართებაში თუ ის დამნაშავეა აი შენ სხვასთან მიმართებაში ხარ დამნაშავე სხვასთან მიმართებაში დებილია შენთან მიმართებაში სხვა ბრძენია შენ დებილი ხარ თან კიდე ყველას აქვს პრეტენზია რომ დამოუკიდებელი რა დამოუკიდებელი ხარ ხლა ვინც გაფინანსებს იმის ინტერესები უნდა გამოხატო ხლა ცნობილი ამბავია ხლა მე რო ვინმე მაფინანსებდეს ეჭვი გეპარებათ რომ გინდა არის ისე ვინ გაგიშვებს გამორიცხულია რა და იმ პუნქტში თუ არის მთელი აი მაგალითად არ შეიძლება ძე გამოთხრელი მუშაობა არ შეიძლება მეორე წმენა დაიჩაგროს ხო თუ შენ ისეთ რამეს გააძლიერებ ბიბლია დაიჩაგრება მსმენელი მუსულმანი რო შეიძლება იყოს ბუდისტი ამიტომ იქ მოგაწენებენ ხელს რომ ესეთი რამე რადიო არ გამოიყენო შენი რაღაცა იდეებისა და აზრების პროპაგანდის საშუალებად არ გამოიყენო ისე ვინ გაგიშვებს წაიკითხა გადახედა ესე იგი არ გაძლევს საშუალებას იმას ხელს არ მოაწერ და არ მინდა და როცა უკვე ხელს მოაწერ გამორიცხულია იქ რამე გააკეთო დაიჯები თუ კონტრაქტი დადებული ასეა ყველგან ესეა
და აი ეს ხალხი რო ყვირიან და ამოუკიდებელად კაცო შენ ახლა ყველაფრის უფლება გაქვს ვინც გაფინანსებს ხო ძირითადად იმის ინტერესები უნდა ასახო მითხარი ვინ გაფინანსებს და ყველაფერს გაგეტყვი ტელევიზია ახლა ციდან არ ფინანსდება მოსახლეობა გაფინანსებს არ გადამრიო ხლა და მოსახლეობის დაფინანსებით ნებისმიერი ტელევიზიის მუშაკებს ამხელა ხელფასები აქვს ძალიან გაღლეტილია მოსახლეობა ტელევიზია მასმედია არის პროპაგანდის იარაღი ამიტომ დანაწევრებული არის და ყველა მასმედია განაწილებული აქვს პატარ-პატარა პოლიტიკური იმერებს და ძირითადად რეალებს ორი ტელევიზიის ორი ხაზი, ესე იგი ბიზნესი და მიშას ტელევიზიებია საქართველოში. მასთან შემავალი არის პატარა ნაკადები და აი ესე ვის როგორ და ასევე ადამიანები, ვისაც Facebook-ზე თავისი გაზეთები აქვს. გადახედეთ, ან მიშისტი უნდა იყოს, ან ბიზნესტი. და რაც შეეხება რელიგიას, აქ ყველა შეთანხმებულია, რომ ყველა მართლმადიდებელი უნდა იყოს. და ყველა შეიკრება იმის საწინააღმდეგოდ, ვინც არამართლმადიდებელია და განსაკუთრებით ყველაზე მეტი თავდასხმის ობიექტი ქრისტიანია. ესე ბუდიზმი რო ვიქადაგო, დამიჯერეთ არავინ ხმას არ გამცემს. ჩავატარებ თუ გინდა ცდას. ყურანი რო ვიქადაგო, არავინ არ დამესხმება. აი ეს როგორ არის გაგიჟდებით რა. ესე იგი, აგრა ფაქტის სახეზეა. 313 მეჩეთი არის. ვინმე გაბრაზებულა მანდ მაგაზე? ან ისლამურ მეჩეთებში არ მიდიან და ერთად არ ლოცულობენ ის მართლმადიდებლები, შიოლაშვილს არ ქონდა ეგა? და პოლიტიკურ ლიდერებს არ აქვს ეგ მიმართება? რამდენიც გინდა? ესე იგი, ყველა მტერი არის ქრისტიანეთის რა. მხოლოდ ქრისტეს უტევენ. არის ცოდეთ რელიგია. სად არის აზროვნე? დააკავე ხალხი, დააკავე. აი აქ რო არის კალათბურთის სეზონი, მთელი 10 თვე კალათბურთი, ჰოკეი, მერე რაღაცა ჩემპიონატები, იმის ჩემპიონატი ამის. თუ ადრე 4 წელიწადში ერთხელ იყო, ახლა 2 წელიწადში ერთხელ იქ ევროპის არის, იქ სამხრეთ ამერიკის არის, იქ მსოფლიო არის, მერე ოლიმპიადა არის, შემდეგ კიდე არის შიდა ისენია ჩემპიონატია, წრიული მთელი სეზონი. რო დაიწყება აგვისტოდან თავდება მაისში. აი ახლა აგვისტოს 20-დან რო დაიწყება ევროპის შიდა ჩემპიონატები, იქნება მაისამდე. ეს ხალხს აკავებ ამით. აბა ეს ამოიღე, ახლა რა მოხდება? რას ლაპარაკობ? მეგობრებო, აი ამ ჯოგმა გაერთიანა ინგა გრიგოლიესა და რომელიღაცა იმას შორის განსხვავება აღარ იყო ვიღაცა სოფლიო დედაკაც შორის რა. აი ეს არის მაგარი ეგ არის რა. ამიტომ აზროვნება რა თქმა უნდა დეფიციტს განიცდის. თორე იმას კი არ ვიძახი რომ ან სიხარული არ ქონდეს და ან გამარჯვება არის ზეიმო. მაგაზე არ არის ლაპარაკი. როგორ აღიქვამს ამას მოაზროვნე ადამიანის მინდა თორე მოაზროვნე სიხარულიც აქვს და გამარჯვებასაც ზეიმოთ. მოაზროვნეები რა ათენში სპორტული იმებს პლატონი არ იმაშველოდა თვითონ სპორტსმენი არ იყო თუ რა. ხო თვითონ მოჭიდავე იყო ხო პლატონი. და ასპარეზობზე გადი ოლიმპიადა ხო იქიდან იწყება. აზროვნება როგორი ქონდა? და როგორ უკავშირდებოდა ამას ეს რისთვის იყო ეს გიმნასტიკა და რაღაცა ხო? და თუ ეს ადამიანს ვინც ამოგაცლის რა თქმა უნდა ცხოველი მატაროს ზეიდაგვე და სპორტული მონები და ეს სპორტსმენები ხო მართლა ცხოველები მოლაპარაკე ცხოველები არიან. ნული მაგათ აზროვნება ნულია. ფული მეეცი და მე იყავი ჩემს სამსახურში და მე როცა ასაკი გადაგება წადი მიტოვებული დავიწყებას მიეცემი და უტვინი გაკ ამ ფულს გამოიყენებ სხვა რაღაცებს თუ არა და ზოგ-ზოგი ერთები ბლაგარ მოაზრობს და ყვებიან. რაც თუ ახლა უფრო გაჭირდება ცხოვრება რა სისხლსა. ეკონომიკურადაც ხო გაჭირება არის და გამასაუბრება და არც ხდება უკვე და რომ დაგვიდეთ მე მყალზე დაგიდგება სულთად რო შეხვიდე მაქს ფეროში და ახლა უკვე თავდასხმას თვითონ ეს ჯოგი განახორციელებს ხოლმე Facebook-იც იმიტომ შეაგდეს იქიდან გიტევენ ეს ჯოგი და მოგესევიან არა რატო აზროვნებ ესე რატო ესეა რატო არ გიხარია რატო რას ქვია არ გავიმარ როგორ რას ქვია ჩაწყობილი იყო რას ქვია არა რა არ უნდათ რა აზროვნება თუნდაც არ არის ჩაწყობილება აზროვნებით ვაკეთებ ამას და უფრო მისაღებია თუ ის ახლა გავიმეორო შენი არის საერთოდ დაუფიქრებელი შენი მუტვინო აზრები რა რატო მე მაინტერესებს შორს მინდა ეს რა არის რა სპექტაკლი დაიდგა რატო დაიდგა კითხვები მაქვს რა აბა როგორ მე არ მინდა რა ვიყო ბრიყვი და მოტყუებული რატო უნდა ვიყო რა არის ეს რისთვის ითქმება რა ინტერესებია მომგებიანია თუ არა რა ინტერესებია გერმანიაში რატო არის მანდა მაინც კონკურენცია გერმანიაში რატო ტარდება რატო არ ტარდება საქართველოში რატო არ ჩატარდება საქართველოში არ შეიძლება სტადიონებს არ ყვა იქ ააშენეთ და ეხლა და არა თუ შენ რატო უნდა მოგაგებინო რამე საქართველოში რო ჩატარდეს უნდა მოიგოს საქართველოს სახელმწიფო მე ეს გაძლიერდება გაძლიერებული სახელმწიფო გაანაყებულია და არ გამექვემდება. აი რატო ტარდება სულ იქად? რატო რა გახდა ეს განჯისყრები რატო? ნახე, სულ რამდენი ტარდება უკვე გერმანიაში რა გახდა? სხვა ქვეყნები აღარ არსებობს? რატო? აი კითხვები მაქვს მეც. და რა სულ მათხოვრების როლში რატო უნდა ვიყოთ ახლა და რა ხელა თანხები შევიდოდა ახლა გერმანიაში ხო? გერმანიის
სახელმწიფოში და მე იქიდან გადაიღე წილებში ზიანის ევროპის გაერთიანება. ახლა რა ვიცი თუ არ დავსვეს ეს კითხვა მაშინ რა თქმა ახლა დებილის როლში ვიყო ხო? და რა არ შეიძლება ჩატარდეს მან და აი რუსეთში რატო არ ატარებენ რუსეთში? რა მიხსენ ერთი რა სტადიონები არ არის, დიდი ქვეყანა არ არის თუ რა? ოლიმპიადა მთელი ისტორიის მანძილზე რუსეთში ჩატარდა 1980 წელს. რატო არ ატარებს იქ? აი ამას კი ვერ დაგისვამენ კითხვას. ეგრე არ არის. არ გინდა რომ გაგამდიდრო რა. ეგ რუსეთი უცებ გამდიდრდება კიდე მაგით. მთელი ხალხი ჩადის, ფულები, მთელი ამბავი. არა ბიჭო, სულ ევროპაში ატარდება ეს და აგერ ამერიკა რო ატარებს კიდე ამ სამხრეთ ამერიკის იმაში. რა, 16 გუნდი არის. სხვა ქვეყანა შაშილება და ჩაატარო. ცოტა ჩამორჩენილი ქვეყანაში მივეხმაროთ და ეს ფული ედუარად იქ შევიდეს. არა, რას ლაპარაკობ? აღარ როგორც უნდა ესე ჭრიან და კერავენ და ახლა. აით რა, რომელი მოაზროვნე, სადაღა არის აზროვნება არა ის არის კიდე რა, აზროვნება. ლაპარაკი აზროვნება, მეტყველებენ ისე რა და თვალით რო იმაშვება, თვალი და ყური ხო არ არის ჭეშმარიტების ისე რა. და ეს არ არის რა, ჭეშმარიტებას ვერ შეიმეცნებ ვერც თვალით და ვერც ყურით. ჭეშმარიტება იქით არის, ცოტა რაღაც ის არის ახლა თვალითა და ყურით მეაგნო იმან კანტმა რაც დაწერა თუ პლატონი ლაპარაკობდა და თვალითა და ყურით ახლა იდეათა სამეფოში შევიდა თვალით და ყურით დაინახა. ზერო ერთოფ ისეთი ის არის აზროვნება კაი რამე არის და ადამიანი მოაზროვნე არის. ეს ყველანაირად კლავენ მოაზროვნე ადამიანს. არა, უნდა იყოს სტანდარტზე. მე გეტყვი, შენ უნდა შეასრულო. შენ არ უნდა იაზრო. როგორც სამხედროშია. არა, შენ არ უნდა იფიქრო. შენ უნდა შეასრულო. მე ვფიქრობ. რა კარგია, მე რატო უნდა ვიფიქრობ, მე რა ცხოველი ვარ? მეც მინდა ვიფიქრო, მეც მინდა ვიაზრო. კითხვა დავსვა, რატო? აი ინტერნეტის მეშვეობით ესეც მასმედია დააგვდი, მასმედია. აქ შეუშვეს ეგა და ხალხი ჩასვეს მანდა. და მედის რა მოზელვა ტვინის, ხო მიდის მაღალ დონეზე. თანდათან რაც დრო გავა აზროვნება აღარ იქნება ხა. თუ ოდნავ აზროვნების ნიმუში ვინმე წარმოადგენს, იცი როგორ ქვები ტაკებიან ეგრევე დაახჩობენ. რაღაც იარლიქს მიადებენ, თან მასა და დაგეტაკება. და ახლა როგორ უნდა გაიგო ეს სწორია ეს ღმერთთან მიმართება სწორია მართლმადიდებლობა რასაც აკეთებს. აბა დასვი კითხვა აზროვნებას ჩართა თუ არა ქვაზგესურიან. აი ეს რა არის ხა ხატების პოზი არის წინ და უკან და ცეცხლები და მუყლები და ისინი. ნახეთ მასიურად საქართველოში ეს პრეზიდენტიც ეგრე აზროვნებს და რიგითი ადამიანიც. სად არის მოაზროვნა საქართველოში ამ საკითხთან მიმართებაში? იმას ხო არ ვიძახით რომ დავხოცოთ მუყლები გადავყაროთ ისინი. ვიძახით რომ ეს აზროვნებით ეს იყავი ესე მაგრამ ეს არ არის სწორი. ხოდა ჩვენ აცდათ უნდა გქონდეს თავისებური რაღაც თავისუფლად უნდა იყოს ეს და ნუ დაესხმები ამას თავზე. ეს არ არის სწორი რაც ხდება ეგ მასობრივად ახლა. როცა ამას ჩართავ შენ ას ლაპარაკობ უმცირესობაში ხარ არცი. არა მთლიანად ხატებით დაპოწიალობს პრეზიდენტთან დაწყებული საყოჟინკით დამთავრებული და ლოშნიან ხატებს. აი თუ კოცნები მიდის თავის რა ხარუხი. მან ტვინი სად არის ახლა მაინტერესებს აზროვნე ხოლმე ხელით გაკეთე ადამიანის ხელით გაკეთებული რაღაც კოცნები მე რო გავაკეთო ახლა რაღაცა ხატი და გითხრა ლოშნია მას მეთქი. ტვინი სად აგაქვთ? იმიტომ რომ მიდიხარ მოდიხარ ყანყალი საბირჟავი ადგილი ახლა გინდა ქუჩაში გახარ ბირჟაზე და გინდა ეგ შესულხარ 1 საათი მღვდელთან ბირჟაზე. რა განსხვავება ეგა? მოგეცა რამე აზრი აქვს თუ გაგინართ ტვინი? არაფერი. რიტუალია რა. ასე რომ რაც დრო გავაკეთო გართულდება მდგომარეობა არცით. აი აზროვნება ძვირფასი რაღაცა ადამიანი სწორედ მოაზროვნე არსება როა მაგაში ჩანს რომ ღმერთის ისა ხარ რაღაც სახლისა და მსგავსების მატარებელი და ახლა ამას რო შენ ამახინჯებდა რაღაცა მოაზროვნა ინფორმატორი ხარ და არა მოაზროვნე. ამიტომ მოაზროვნეებს ყოველ ეპოქაში მაინც ასე თუ ისე წარმოიდგენენ როგორც საშიშროებას არის მთელი ბიბლიაში ეგ არ არის სატანა ვისებძვის საშიშროებას ვინ წარმოადგენს სატანისთვის ვინც შეიმეცნებს სატანის არსებობას და სატანის დამხაშებს ამხელს რა ამ თვინში სოციალურ სფეროში რაც გამოვლინდება სატანზე ამხელო ესე არ არის იმავე წუთში თავდასხმა იმაზე მიდის აბა რას დაძლებდნენ ახლა პირველ საუკუნეში ქრისტიანებს რას იძახდნენ რომ აზროვნებდნენ ღმერთთან მიმართებაში და იძახდნენ რომ აი ეს არის ჭეშმარიტება და სხვა დანარჩენი არა და მაგას დაძლებდა მთელი ისახო 300 წელი რევოლუცია მოაწყეს, თოფებით დაძლებდნენ ხალხს თუ არა. ლაპარაკობდნენ როგორც სწამდათ და ჯეროდათ და აზროვნებით ასაბუთებდნენ ამას. თან თვითმხილველები იყვნენ ესენი. თავიანთი ფანტაზიებით კი არ იძახდნენ. ასრულებდნენ ღმერთის მითითებას როგორც მოსე, ისე მალაქით დამთავრებული და აგერიმით პავლეთი დამთავრებული. ესე არ არის. თავის ფანტაზიებით ხوار ლაპარაკობდნენ ესენი. და ყველა ესენი დევნას განიდიდნენ. მოსეს ხო რამდენჯერ აუჯანყდა ხალხის სატანამ რამდენჯერ აუჯანყდა. და რა დღეში იყო 40 წლის განმავლობაში მოსე რა. თავის დადაძმაც აუჯანყდა ბოლომდე.
არიციან ბევრმა არავინ არ იცის ეგ. როგორ უნდა გააგებინო ადამიანს მე. ნიკოლოზა მოდი ვთქვათ რომ ეს პატარა ბავშვია რა. გაგვახარეს და ჩვენმა ბიჭებმა და მე ეკონომიკურად უყურებ ყველაფერს, ეკონომიკაა წამყვანი. საქართველოს ბიუჯეტში შედის რაიმე? ჯერ ამდენი მილიარდელები რო ხავთ და მილიონერები ისა და არ შედის ბიუჯეტი რატო არ იხსება ამიტომ და რატო არ ხდება სოციალური ბადის ისე გამართვა რომ არ დაგჭირდეს რა თურქეთში სამკურნალო წასვლა იმას თუ ვართ ინტელიგენტები თუ ბძენი ხალხი ვართ თუ ჭკვიანი ექიმები ყავს რა ჭირი გჭირს რა ფული არა გვაქვს ჩვენ ფული აი მაგას ჭამს ვიღაცები და სპორტსმენებიც კიდე სადღაც ვიღაცასთან არიან გაქირავებული ბოზი ხალებივით და ამ ფულებს თავისთვის იღებენ და შენ მოსახლეობას რატო არაფერს არ აკეთებს? რატო არ შემოდის ბიუჯეტში მაგათი ფულები რა თალკი აღებული ყველა ვინც სადღაც თამაშობს დატაქსული რატომ არ არის? ამ კითხვაზე არ შეიძლება პასუხი გაეცეს. და რაში გვადგება? აი ახლა მაგალითად 5 მილიონი და მოგება ის FIFA მისცემს 5 მილიონს იმას ჯგუფს. აი ეს ბიუჯეტში შევა ჯგუფიდან გასვლა 5 მილიონია, მოგება 1 მილიონი, 6 მილიონი ევრო. ბიუჯეტში რამდენი შევიდა? რაღაცა პროცენტი არ უნდა შევიდეს კაცო საერთო სახალხო იმაში რომ მეც მიხაროთ ეს. გაღატაკებული ხალხს რა არის ეს ავადმყოფები ვართ? ხალხი გაამათხოვრეს. თვითონ არიან მაგრად ხო? რა უჭირთ? გაინაწილებენ თვითონ ამ ფულებს. და მოსახლეობას წადი რა, ზად იმუშავე ვირივით იქან. 23 წლის ბიჭი შვედეთში უნდა იტანჯებოდეს და ვიღაცის სახლს უნდა ალაგებდეს ჯანიანი კაცი. სახლს ვერ დაულაგებს ვასაძეს იქა და იმას მიცეს რა $1000. აი ეგ არის ჩვენი უბედურება. საპატრიოტიზმზე მელაპარაკები. სად არის მათ პატრიოტიზმი? გააბოზეს ქვეყანა და გაათახსირეს და ოჯახები დაანგრიეს. პატრიოტიზმი არა ის არის კიდე. დატაქსე ყველა რა ეს ვინც ფულს აკეთებს. დატაქსე როგორც აქ არის ყველაფერზე დატაქსულები ვართ. და აქედან არის ეს სოციალური ბატე. და სხვის სოციალურ ბატეში ქართველები მიდიან სამყუროდ საფრანგეთში. სასაცილოა და მათ კიდე რა პოლიტიკური მართვა არა, ფეოდალიზმი ააღორწინეთ. ახალი ხარისხის გლეხები ყავს, რომლებიც სამსახურში დასავლეთში არიან. ეს გლეხი შენთან მაინც დაიყენე. ჯო ეკონომიკამ გაგვახარო ერთხელ რომ ძალიან მაგარი ბიუჯეტი გაივსო, პენსიები ხალხს დაურიგდა ამ საწყლებს, ხელფასები ამაღლებული ვიცად მუშაობს, სამსახურები ადგილზე და კაციშვილი გარეთ სამუშაოდ არ მიდის. აი ეს სიხარულები რატო არა გვაქვს? ვერ გაცდენ რა პატრიოტიზმებს ამ სულელურ რაღაცებს რა. რა უბედურება არის? აი რა ფეოდალური წყობა მოაწყეთ. რა ჯანდაბა არის ეს ორი ფეოდალური, ნაც ფეოდალები და კოსმე ფეოდალები. და იქით გლეხების გაერთიანება, პროლეტარების პატრიოტთა ალიანსის პროლეტარული გაერთიანება. რა ქვეყანას აშენებენ? ყველაფერი ჩამყაყებული არის? სასახლეებში რო არიან გამოჭიმულები და არაფერს არ იხდიან აბსოლუტურად. მანქანებზე არიან გადაპლაკულები, მღვდელიან, ბერიანად. კარგი რა, ნამუსიც კაი საქონელია რა. ხო, აი მაგ სიხარულში მონაწილეობდნენ საქართველოში მაცხოვრებელი სომხები, ქურთები, თათრები, მონაწილეობდნენ ეგენი. ესეც ვერ გაუგიათ რომ რა საშიშროების წინაშე დგანან ეს. ისეც არის ის რომ ეს პოლიტიკა არის ესა. ბიძინას უმადო ტრაქზე უნდა კოცნოთ ყველა ბიძინას რომ მაგან გააკეთე ყველაფერი, ეგ აკეთებს ყველა. ეს პალეთან 30 მილიონი კერა 30 თეთრი თუ დახმარები ხარ, არაკაცები. ეს მამუკა ხაზარაძის ყველაზე დიდი, ესე იგი პიარი დაიკეთა მოკიდა ბავშვებს ხელი და გზის ფული გადაუხადა, ეს წალენჯი კი. აი რატო უნდა გადაუხადოს მამუკა ხაზარაძემ? ჯერ არ არის მთავრობაში რომ მოვა ეგ გააკეთებს მაგასაც. რატო უნდა გადაყაროს? ვინც არის არა ეძბოდავს ეგ. რა თქმა უნდა, როცა იქნება მაგი ჩადებს მაგაში, აბა როგორ გინდა? შენთვის არის ეგ არის, საქართველოსთვის კი არ არის. შენ უნდა დაგიკარან დაში და შენი ძალაუფლება უნდა განამტკიცო. არა, მამუკა ხაზარაძე რატო უნდა დატოს? ქოცების სამსახურში დგას გუნდი და მე დაგაფინანსოთ ეგა? რა იტყვის ხაზარაძე? რატო დაგაფინანსო? მე ვერ გავიგე. ეგენი რომ მოათრიეს, თუ დასავლეთმა მოათრიე ეგ ხალხი. მე იქნება ყველაფერი იმის დაკურზე გაივლიან. აბა ეს არაფერი არ გამოვა ხალხმა. აი საშუალება არის. ეს კოცები მოსახლეობასაც შეაზიწყეს, ხო იცი რეიტინგს კარგავდა და ეხლა ეს რო არ გაეკეთებინა ბიძინას, დაგემხობა ყველაფერი თავზე და რა და გონიათ ეს პოლიტიკის დონეზე არ ჩაეწყო? აი ეს თამაში გუშინელი არ ჩაიწყო? და ნიკოლოზას ამას ვერ გააგებინებ რა. როგორ სიხარული მოგანიჭა ბიძინამ. ბიძინამ და ფეხბურთის საქართველოს ფედერაციამ. ხელის ისე კანტორა იყო ჩართული მანდ. ეგ მაგას ყაველაშვილები და ისინი ბიზნესები არიან, ხოცები არიან, რას ლაპარაკობ? ფსონი მაგაზია დადებული იცია რომ ქართველისთვის რელიგია ესეთი რამე. всё, ეს დამთავრდა. და კიდე ერთ მეოთხე ძელს დაუდგამს ვასაძე ბიზნეს ამ საქმესათვის, რომ ამდენი ფული ჩადო იქა. აბა რა არ ჩადო მათ ფსარაძლებს მაგ ეს.
ეს იციან ნაცებმაც და ისინი ცდილობენ რომ ვიღაც აბა ეს ჩვენიანია და ჩვენკენ გადმოდი და ის იმასთან გადაიღებს სურათს რომელიღაცა ქოჩორაშვილთან და ძიმძიმაძესთან. აი ეს არის მთელი უბედურება. ხალხი არის ძალიან გამოთაყვანებული. კი ვერ ხდებიან გალეხური ცნობიერება რა ყველას და ამ ფეოდალები ვერ შეიმეცნეს რა. ეხმუთი და გახარებული იყო ესა და სიზმარში გონია თავი ამ დებილს. სიზმარში კი არა ცხადში უნდა იყო ქვეყანა ეკონომიკად გამართეს ისე რომ არც ერთი ქართველი არ გავიდეს ლუკმაკურის საშუალად გარეთ ან კიდე ელემენტარული კომფორტის აუ აიღო ყველაფერი იცით რა ფერბურთის თანადგომა იქნება იმ ბავშვებს რომ გააზრდენ ესენი რომ გაიზარდნენ ეს იმის შედეგია რომ ქვეყანაში გარკვეული სტაბილურობა იყო თორე ყველა ბავშვი მიწვიებდა დღეს აი რომ მოკიდო ყველა და აი თუ გინდა რომ წარმატებაზე იმ ბავშვები კი არ უნდა გაიკეთო კი არის ადგე და კლუბით უნდა შექმნა უნიკალური ბაზა და პირობები მაინტერესებს აი ხა ფულის მეტი რა აქვს ბიზნესმენები ვინმე რამე პრემიუმები დააწესა ვინმე რამე დაეხმარა ნაკრებს და ამ დროს სასიამოვნოა ის რომ აი ახლა სოლიდური თანხით იქნება დაჯილდოვებული ნაკრები აი ჯგუფიდან გასვლის გამო ნახე რა ხელა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება სულოცავს ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო 30 მილიონი ლარი გადაეცემა ესპანეთთან მეოთხეულ შეხვედრაში და შემდეგ დაგზა გასვლის შემთხვევაში კი ბიზნეს იანიშვილის ინიციატივით საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით გამარჯვებით კიდევ 30 მილიონი ლარს მიიღებს გათვალისწინების საპატიოთა ახლა ეს არ არის ფეოდალის ისე ეგ რა უფლებით აკეთებს ამ სადგაგონილი ეგეთი რამე 30 მილიონი კიდე 30 მილიონი და მაშინ როდესაც ხალხი სული ჯურებად რატო აკეთებს ბიზნეს ამას თავისი რეიტინგის ასამაღლებად რა გამოჩნობა უნდა ამას სამშობლო ბიზნეს იანიშვილის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას უწევს ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო 30 მილიონი ლარი გადაეცემა ამასთანავე ბიზნეს იანიშვილის ინიციატივით ესპანეთთან მერვე ფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ დაგზა გასვლის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონი ლარს მიიღებს საქართველოს საბადია თავმჯდომარე მადლობა სოფლის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს სამწუხაროდ შტაბს და ქართულ კომანდებს ამ ისტორიული და საოცრებო გამარჯვებისთვის. დამოსტება ხოლმე პატრიოტი ადამიანი ასეთქოს შემთხვევით ნამდვილად და არის ბიზნესიანი რომელიც დამატებით სტიმულს აძლევს ეროვნულ ნაკრებს დამატებით მოტივაციას აძლევს იმიტომ ძირითადი მოტივაცია ეს არის მისია ამ ფულს ამოიღებს ხალხისგან ეს დამპალის ბიზნესი მე შენ გეტყვი ხა ლარები კიდე ამოიღებს მაგას ხალხიდან მოტივაცია ყოველთვის ხდება ხოლმე კიდევ პრაქტიკა და ძალიან მაგარია რომ სოლიდური კიდევ ერთება ჩვენ გიწევს პატარა ბიზნესმენი და მისი ოჯახი დოლარზე ეგ არის 20 მილიონი დოლარი ორი ერთად არის დგას ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების მხარეს ძალიან დიდი სტიმულია ასეთი სახალისება ფეხბურთელებისთვის და რაც მთავარია მაგალითია თითოეული ადამიანისთვის ბიზნესმენისთვის მეცენატისთვის ჩვენს ქვეყანაში რომ ასეთი თანადგომა ასეთი დაფასება ფეხბურთელების და გამარჯვების არის საჭირო რასაკვირველია ეს მიგავლენას ახდენს და ახალ თაობებს რომელიც ხედავს რომ ფეხბურთელების წარმატებას ამ გამარჯვებას აქვს ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი мотивация. ეს ასწავლები და ფიციკენ მოდის თუ ხმარობ ჩაქნის გუში. ესე იგი 60 მილიონს რა შეყრის და 2 მილიონი კორპუსი, აი კორპუსი რამოდენიმე 2 მილიონად რა, ერთ 3 კორპუსი აშენებოდა ტოლმლები, რომელიც ამ დეგენერატული იმას შეეწირა. იმას კი არ უშენებს. ეხლა მითხარით ეს რა არის? რა არის? რა აი ფულებს ადებ, რა წესი არის ეგეთო? მოიგებს 30 მილიონს. თან კიდე ისეც მითხარი იმ პორტუგალიას რამდენი გადაუხადა ამ დამპალმა. რამდენი გადაუხადეს, ხო, იმ პორტუგალია რა ფულზე არ არის ყველაფერი. თამაშობენ ფულზე სულ ყველა და აბა რა არის ტოტალიზატორი, რა არის კაზინო? ფულის ის არის, შემოსავლის წყაროა ყველაფერი. ხო, და რა იმას რა ისინი რას კარგავდნენ, რომ იმათ არაფერი არ დაუკარგია. მე შეგეტყვი დათმის რამე თუ რა სპორტული ის კი არ და გასულები იყვნენ ისედაც. საერთოდ რა თუნდა თამაში რო. მაგრამ არ შეიძლება უნდა აი ეს უფრო მაინტერესებს რამდენი გადაუხადეს პორტუგალიის ვიღაც წარმომადგენელს სადაც ჩააწყეს ეს აქ გამოაცხადეს 30 მილიონი გუნდზე ეს აძლევს იქით კიდე ევროც კიდე გაძლევს რაც 5 მილიონი ევრო 6 მილიონი ევრო ეს 60 მილიონი წადა მე უმატეთ რამდენია 66 მილიონი აქედან 5 მილიონი ევრო 6 მილიონი ევროა აბატონო ეს პული სადღაც
და გაიგე, დაინაწილებს ფედერაცია და იყრიან მანქანები. ეგრე უკრავდნენ გლეხები თავადებს დას რა და მტერი რო შემოესებოდა თავადების გასატყუად გლეხები შეაწყდებოდა და ჰარამხანებში მიყავდათ ქალები. აი ერთი რა ნაგი. ფონდ ხარჯის და ბატონ ბიზნეივანის აგე წავიდა უკვე. დაბინანსება იცით რომ 30 მილიონი პირველი ასე ვთქვათ რაში გადაეცა და კიდევ განსხვავ შემდეგ ეტაპში გასვლის გამო 30 მილიონი კიდევ დაბინანსდება ჩვენი ეროვნული ნაკრები. განა ეს ამის გარეშე ჩვენ ნაკრები თავის დასაკეთებას იზამდა, მაგრამ ეს არის ყურადღება, სახალისება, мотиваცია, კიდევ მეტად გამოხატვა ინტერესის გვერდში დგომის. აი ახლა ეგ ინტერესია, სწორი თქვა ბატონმა ზარქივან, რომ განა ამ ფილმს არა ბიჭო, არა. აუ წარმოიდგინე ახლა არჩევნები მოდის და ახლა მთელი ფედერაცია რამდენი კაცი შედის იქა? ეს ხმები იყიდა რა ბიძინა. ხოცება ხმები უკვე იყიდეს. და აი ამას როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია, ვინმე მე არ ვიცი რა. და თუ რამე ისეთი იქნება, ჩააწყობს მაგასაც რა, ელექტრონული არჩევნებით რა უნდა მაგის ჩაწყობას. ხო? და იმთავითვე ხოცები არ უნდა დასავლეთს, ხო? ხო და ეგ იქნება, რომ არ ცნობს დასავლეთი მაგას არჩევნებს. ესეც ეთქვიან, ამ ჩემფეხებს თუ არ ცნობთ, მე ჩვენ ვცნობთ, როგორც რუსული კანონი არ გაიტანეს, ხო, ეგრეთ წოდებული ვითომ რუსული კანონი. ხო უთხრეს ამას ვიზამ და არაფერი გაიტანეს მაინც. აი იგივეს გაიმეორებს დასავლეთი იტყვის, რომ აი ეს არჩევნები ბათილად ვცნობთ, ეს არ არის ჩაწყობილია. აი ამას წამოეგებიან ეს ვიღაც სულელები, როგორც რუსულ კანონს წამოეგნენ, იარეს და გიჟები წინ დაუკან და დამთავრდა როგორ დამთავრდა აგერ იცით. აი ეგრე იქნება ოქტომბერში. არ ცნობს ევროპა ამ არჩევნებს, არც ერთ ვარიანტში, გინდა ჩაწყობილი იყოს, გინდა არა, მაინც არ ცნობს, აღარ ევასებათ ესენი და ეს რიცემს პირობებს ისევ ლაშა ბუღაძეებს და სირიკოებს გამოვლენ, ახალგაზრდა ბავშვებს გამოყრიან, გაევლიან, გამოვლენ ხელაწეულები და იარონ მე ესე. ამიტომ ამებმა არ უნდა გაწყვეტენ გამიგე და დამთავრდება ეგ ამბავი. თუ არა და ყველაზე ცუდი ვარიანტი ძალიან ცუდი ვარიანტი, აი ეს ალკინფუელები რომ მოვიდნენ, იქა დაემყობა ყველაფერი და ბიძინა ამას არ დაუშვებს, თვითონაც მოყვება მაგხაფა. აი ახლა დღეს რო გადავხედოთ ამას, აი ოიძახიან ქრისტიანი მართლმადიდებლობა. საქართველოში სად არის ეგეთი რამე, მე არ შემიჩნევია. არა გამორიცხულია რა, ხატომანია არის და აი ახლა ეკლესიაც რო შეეტენა ამ ფეხბურთელებს, აი ახლა წარმოაჩინეს, რომ ხატი ჩაუტანიათ იქა და ხატზე დაალო. რატო ადრიანად ეს? აი ახლა გამარჯვებულზე ხატი, იმიტომ რომ ხატების რეკლამაც წავა ახლა. აი ხატმა გამარჯვება მოიგონა. გეუბნებით მაგარი არის აკუთებული სიტუაცია მაფხრი და ნიკოლოზ ჟავანაძე ათეისტი კაცია რა. ეს ყველაფერს უყურებს ათეისტურად და ამისთვის რელიგია პატრიოტიზმი არის და აი ქართველობა და ტრადიციები. მეტი არაფერი არ არის. ეს ტრადიციების დამცველი არის ამის ჭკუით მართლმადიდებლობა. აი რო არის ეს ხარახურა მკვლელი. იმ ტრადიციის რო ყანწი არ დაიკარგოს, პორმალისის არ დაიკარგოს, საფლავები არ. აი ამას ინახავს თურმე ეგ რელიგია. ეს ხო ქრისტესთან წარმალზეც ვაფშე არის რო ქრისტიანთი იყო რა. და მოვიდა ამის ცოდვილი ბუნების ასაგებად და ამანიც ისე რა. მეანდრე მოანგრეს ისა და ხალხი გადაყარა. თვითონ დაინაწილეს საერთო სახალხო დოვლათი, დაინაწილეს ყველაფერი აფინანსებენ სხვისი ფულებით და არის რეკლამები ბიზნესი რა. ამის გაკეთებული საქმე მე არ ვიცი რომ რაიმეში. რაიმე აწარმოა ცხოვრებაში. ამან ხეების გადარგვებითა და იმეებით და დაზრებისაში ამან რამე პროდუქტია შექმნა. ბანკი ხო ეს არის ორგანიზაცია რომელიც ხალხს ძარცვავს. ბანკი რა არის ახლა ბანკი ქართული. რამე შექმნა, მან მატერიალური რამე შექმნა, ფაბრიკა ქართლების შექმნა და რაიმე გამოდის იქიდან. მე თქვენ რომ მაგარია რა, არაფერი არ შეუქმნია რა. მატერიალური ამას არაფერი არ შეუქმნია. ეს ფული კიდე ტრიალებს რაღაცა სხვანაირად აჩაღობითა და მაიმუნობით იგი არაღების ყიდვებით, სხვისი კომპიუტერების გაყიდვით, ბარიგობით, თო ატრიალებს გამოგიშვეს რუსებმა ჩაქსვეს მანდა და ეს რუსეთს შეუნარჩუნეს ბოსტანი, თო და ხო არის ესე. და დაანგებით კიდე უზრუნველყოფილია ამათი პოლიტიკა. დასავლეთ მე არის მოგდებიმა. ვერა და ვერა აკუთა სიტუაცია დასავლეთში. უკრაინაში აკუთა და მან ვერა აკუთებს და გასხდა გულზე. მას გონი ახლა სანქციებს რო დაადოს, მაგებს ხალხი აჯანყება. აი იგიც არის ის რომ ჩვენ ხალხს მონური ცნობიერება აქვს და არანაირად რევოლუცია უნდა ყავდეს, მაშინ არსენა მარაგდელი სათავეში და ლენინი და ვიღაცებია. სად არის ეგენი? ყველა ასეთი ხალხი შემოიღავს ბიზნესს და ჩააბარა პატრიოტ ალიანსის და თავმჯდომარეს ჩააბარა ჯოგი. ის კიდე ვერ გოკარგ. რა უნდა გააკეთოს? კი ვერ ხვდებიან.
ისეთი ყოჩები არიან, რომ ისინი ყველა ვერ მოკირებული არის და დაფინანსებული და ჯოგი მოტყუებული იქნება ყველა ვარიანტში. პატრიოტ ალიანსის ჯოგი ხო მოატყუა 2020 წელს ამ ნაბიჯურებმა 4 ადგილი რო გაყიდა და გაუპრავა და ეხლა რო იძახის. აგი არაპირებდნენ შეცვლას, რას აპრავებენ ახლა ამებს. ახლა მოინდომეს კიდე შესვლა გაერთიანდნენ რა. ალიკო, ვალიკო და შალიკო გაერთიანდნენ. დებილები ესენი. ახლა ხო მაგის საქმეს აკეთებს ბიზნეს საქმეს. აი ეს ნიკოლოზა ბიზნეს საქმეს არ აკეთებს. ეს ბიზნეს საქმეს არ აკეთებს, რომ იზის საქმეს ბეყეჩო. მე გამოვა მომავალ ვერ გავიგე დებილი ესა ხო. თუ ნაცების კენებაში ეს დებილი ესეც არის ის რომ ერთი კანტორა ეკა. ხო და აღარ უსწორებს ევროპას ესე და იმათ უთხრებათ. ნახეთ ეს კანონი, გამჭვირვალეობის კანონი, ეხლა ის კანონი უნდა აიკრძალოს რა ქვია ეს რა ქვია მას ანტიდისკრიმინაციული კანონი გაუქმდება და მომზადებული კანონი დევს და შევა ძალაში არჩევნების წინ რომ ხალხის გული მოიგოს. იცი რა კანონი აიკრძალოს არანაირი ეს LGBT პარადები და აი რუსეთში როა. და ეს ხომ სწორიც არის პრინციპში ეს რატომ აიკრძალოს ეს მე ვერ გავიგე. ასაკრძალავია ყველგან. აღარ უჯერებ. აი ეს კანონიც დევს. ნახოთ და ამაზე აჭიჭყებდნენ ახლა ესე ბაშაბუღაძეები და გამომივიდნენ ესენი უკანალის დამცველი ისენი. აი აღარ უჯერებს დასავლეთ ხდები და უნდათ სხვა ხალხი შეიყვანოს. ვნახოთ გააკეთებს. აბა ვნახოთ. შეიყვანს დაემხობა საქართველოს ამბავი რა გამოცვლილი. აი ეს მოხდება რაც უკრაინაშია. მე არ მათ შემოვლენ სხვა ხალხი. რუსები კიდე მაგ ტერიტორიას არ მოწყვეტენ. ეგ ტერიტორია რუსებს უნდა ქართველების გარეშე. ამას გააკეთებენ ბოლომდე მიიყვანენ მაგ საქმეს. ყოველ წელი გააგრძელდება და ქართველები დაიცლება ქართველებისგან. სამაგიეროდ იფსება სხვა ერისგან. რა ხერა ამბავია, მადიცი რამდენი ატყდება. თუნდაც ეს კანონი რო დააკანონა, თქვათ მოუშლინა ვიღაცამ და დააკანონა ეგ კანონი. კავკასიელები არიან საქართველოში. ეგ არ გაგრძელდება არ ჩეჩენების ბანკის ხეობაში ეგ კანონი არ გაგრძელდება. გადაგიდგება ყველაში აზერბაიჯანელები, სულ ყველა გადაგიდგება. ეგ არ ბომბა არის. ახლა გინდა რომ ააკეთოს სიტუაცია. ასე რომ არჩევნებისთვის ამას უნდა ხალხის გული მოიგოს, არ უნდა თქვათ ისე ჩააწყოს საბალი 100%-იანი ჩაწყობა. რაღაცა პროცენტით ჩააწყობს. და აი ამის გამოვლენა და გამოხატულება აი ეს დაფინანსება და უნდა გაიმეტო ფული ახლა 60 მილიონი ლარი აბსოლუტურად არაფერი არ არის ამოიღებს მაგას ხალხიდან. ამოიღებს რა ბანკებიდან გაყიდოს დოლარს სხვანაირად და ამოიღებს OSP-ში ამოიღებს მაგას. ეს კაცი არაფერს არ აკარგავს, ფულს ეს არასოდეს არ წააგებს. ეს ებრაელი კაცი არის და იცის რა. დებილს გონი ახლა მიცა ისე ამოაგაზე როგორც აქ თავრობა ვითომ გვაძლევს რაღაცას მე ისე წავართმევს. როგორ თამაშება ხა ხო ვითომ კოვიდის დროს დავეხმარ ისე უკან წაიღო ყველაფერი. მე ტაქსაციებს ყოველთვის ხო გაჭერს კიდე წლის მერე კიდე შეგახსენებს კიდე რაღაცას ჩამოგაჭერს. მოგეცი მიგეცი. თვითონ წაგართმევს ერთი წლის მერე დაგიბრუნებს. ერთი წლის მერე იმპულს რომ მიტრიალებ, ეგრე ბანკში ფული გაჩეტანი, თვითონ ატრიალებენ. შენ არაფერს არ გაძლევენ. რა არ ვიცით რომ ეგრეა ყველა. ბრო არა ცოტა გამოხიზეთ ხალხმა.